დავიწყოთ პერსპექტივაზე საუბრით, დოკუმენტი არის ინიცირებული, გამკაცრებული ვერსიაც, თქვენს თუ იზიარებთ, რომ ასეთია შეფასება ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რა ბედიელის მას ვიხილავთ თუ არა, როგორც უკვე კანონს? მოგესალმებით, მადლობა დაინტერესებისთვის. თავისთავად ცხადია, ახლა რო შევადაროთ პრინციპში არსებითი განსხვავება ძალიან დიდი არ არის, თუმცა უფრო მეტად არის გამოკვეთილი ესე რომ ვთქვათ, ეს რუსეთის და ჩინეთის ჩართულობა და ინტერესი იმისა, რომ ეს რუსეთის და ჩინეთის ასე რომ ვთქვათ შეკავება საქართველოში, კავკასიის რეგიონში ზოგადად ამ აქტის მეშვეობით. ეს არის უფრო ესეთი განახლებული ვარიანტი, ასე რომ ვთქვათ, მეგობარი აქტის. თუმცა როგორც ასეთი მეგობარი აქტი მანამდეც იზიარებდა იმ პათოს, რაც პრინციპში დღეს არის წარმოდგენილი და თუ კი ვთქვათ შევხედავთ აი წინა პერიოდებს, ვთქვათ შემოდგომას მაგალითად ზაფხულს, გასულ ზაფხულს გულისხმობ, არ იყო ესეთი აქტუალური თავად მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, თუმცა დღეს მდგომარეობით უკვე მიმდინარე მოვლენებმა ამ აქტის ასე რომ ვთქვათ აქტუალიზაცია დააჩქარა და დააინტერესა კონგრესის სხვადასხვა წრეები, იქნება ეს რესპუბლიკელები, იქნებიან ეს დემოკრატები და სხვადასხვა ასე რომ ვთქვათ მიმართულებები კონგრესში. აქედან გამომდინარე, ახლა თქვენაც აჩვენეთ სანამ შემოვიდოდი, თუ რამდენი განსხვავებული კონგრესმენი არის დაინტერესებული უკვე და ისინი არიან არა მხოლოდ ერთი პარტიიდან, არამედ ორივე პარტიიდანაც, მაგრამ ხაზგასასმელი არის მაინც რესპუბლიკელების აქტიურობა, რადგან როგორც მოგესალმებათ, უკვე ამერიკის ესე ვთქვათ სახელმწიფო ორგანოების ლამის ყველა შტო აქვს უკვე დაკავებული იქნება ეს პრეზიდენტი თუ კონგრესის ორივე პალატა, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ამას რესპუბლიკელი აკეთებს, ეს ბევრად უფრო მარტივს ხდის იგივე პრეზიდენტთან ურთიერთობას, იგივე სახელმწიფო დეპარტამენტთან ურთიერთობას, თუ იქნება ეს სხვა სამდინოები აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ შედარებით გაუმარტივდება მტკიცებულება, ვთქვათ, ჯო ვილსონს მტკიცება, უფრო სწორად, ჯო ვილსონს, რომ პრეზიდენტ ტრამპამდე მივიდეს ეს საკითხი, ან მარკო რუბიო არაერთხელ იქნა ნახსენები თქვენს მიერ შემოთავაზებულ შესავალში. ამდენად საკმაოდ სერიოზულად არის საქმე და ამას პრინციპში მანამდეც ვარაუდობდით ჩვენ ახლა აქ იყო ერთ-ერთი კომიტეტი არის რესპუბლიკელთა კვლევის კომიტეტი, ესე ქვია. თანაც აი ძირითადად საექსპერტო წრეები არიან რესპუბლიკელების, ეს კონგრესის კომიტეტი არის ერთ-ერთი, არ არის რაღაც არასამთავრობო ორგანიზაცია არამედ მსგავსი, ეს უშუალოდ ეკუთვნის სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთ ნაწილს და ამ კომიტეტმა განაცხადა, რომ პროირანულ რეჟიმთან, ანუ საუბარი იყო საქართველოს თავრობაზე, პროირანულ რეჟიმთან არ შეიძლება არანაირი დამატებითი დახმარების და დამატებითი, ვთქვათ, ჩართულობის შემოთავაზება. რამაც შემთთვის ნათელი გახადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში რესპუბლიკური პარტიისგან კონკრეტულად არ არის მოსალოდნელი და საერთოდ სერიოზული არ არის ამაზე საუბარი, რომ რაიმე ერთგვარ გადატვირთვის ესე იგი საკითხს ექნება ადგილი უახლოეს მომავალში. გიორგი, როგორ წარიმართება საქართველოს საკითხის მართვა? მანამდე როგორ იყო და ახლა თუ შეიძლება ვიხილოთ რაიმე ცვლილებები, ეს მაინც დარჩება სახელმწიფო დეპარტამენტის დონეზე, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? თუ აი რაღაც ოცნება მაინც უკავშირებს პერსონალურად ტრამპს, რომ თითქოს ის იქნება მომდევნო გადაწყვეტილებებში უშუალოდ ჩართული და წარმართავს ამ პროცესს, რაც ეიმედება და რაღაც ყვადაღებულ თემად არის თვეებია, რომ თითქოს ვაშინგტონიდან ეს კრიტიკა შეწყდება, როგორც კი ტრამპი დაიკავებს კაბინეტს. მოდით აქედან შევხედოთ ახლა ამ საკითხს. ტრამპამდე იყო პრეზიდენტი ბაიდენი, თუმცა სანქციები უკვე მომხდარია და რაღაც იგი ნაბიჯებია გადადგმული. ხა მე მაქვს ესეთი კითხვა, ზოგადად კონკრეტულად ბაიდენს თუ გაუკეთებია რამე განცხადება, ან ვთქვათ, მათ სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, არა, ხო? ანუ პრეზიდენტების ესე იგი მიდგომა თუ ვთქვათ ჩინეთს არ ეხება საქმე და რუსეთს ან ირანს, ესე პირდაპირ იშვიათი არის ხოლმე, რომ კონკრეტულ ქვეყანას დაადოს, ესე ვთქვათ, ხელი. ამაზე უფრო მუშაობს თავისთავად ხდება სახელმწიფო დეპარტამენტი, იზიარებს იგი პრეზიდენტის მოსაზრებებს თავისთავად, მაგრამ პრეზიდენტები ხა საერთოდ ხა ტრამპს უყვარს რაღაც ეს Twitter-ის, X-ის უკვე გამოყენება და ასე შემდეგ არ გამოურიცხავს საერთოდ რაღაცა ერთ-ერთი ვთქვათ მიუძღვნას ესე ვთქვათ სტატუსი, ხო?
ვალში არ გამოვრიცხავ მას ნამდვილად, მაგრამ ეს არც ბაიდენის შემთხვევაში ყოფილა, რომ პრეზიდენტს თქვათ თავარ თემად გაეხადა, ასე რომ ვთქვათ, ეს საკითხი და არც ტრამპის შემთხვევაში იქნება სავარაუდო. თუმცა ერთ-ერთი საგარეო პოლიტიკის ამოცანა თავისთავად ცხადია იქნება, რადგან ეს მოიცავს რუსეთის და ჩინეთის და ასევე ირანის შეკავების. ანუ ეს შეკავების დოქტრინა ჯერ კიდე ცივი ომიდან მოდის და დღემდე გრძელდება, ხო? რომელსაც იყენებენ უფრო აქტიურად რესპუბლიკელები ვიდრე დემოკრატები. ეს მინდა სველმა იცოდეს. ამდენად თუ როგორ გამოიყენებს ახლა ტრამპის შეკავების დოქტრინა ჩვენს რეგიონში, ახლა მე მგონია, რომ ტირანებისა და ავტორიტარების საწინააღმდეგოდ და თუ იმის განსხვავებული არგუმენტი აქვს, რა ვიცი, მე მზად ვარ ნებისმიერ ვითარებაში შევეკავო. გიორგი, ასევე მინდა კითხვა ამ ახალ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით ქართული კოშმარის არაღიარების აქტი. როგორც მოვისმინეთ, სხვა რეჟიმების წინააღმდეგაც იქნა გამოყენებული მსგავსი საკანონმდებლო წინადადებები, იგივე ახსენეს ყირიმი, ბალტიის ქვეყნების ანექსია და ასადის რეჟიმის ანტინორმალიზების აქტი. აი მისი დამტკიცების შემთხვევაში რა მოცემულობა დადგება და საქართველო, უпростоრად მისი რეჟიმი, დღეს მართველი რა, ასე ვთქვათ, კალათაში გადაინაცვლებს ქვეყნების. დიახ, გასაგები არის. საერთოდ ამ კანონს უნდა შევხედოთ, როგორც იმის მიხედვით, როგორ მუშაობს სახელმწიფო ორგანოები შეერთებულ შტატებში, ხო? ეს არის, კანონი, რომელიც იღებს კონგრესი. ეხლა რა განსხვავება არის, თქვათ, მეგობარი აქტის შემდეგ და მეგობარ აქტამდე ვითარებაში, ხო? განსხვავება არის ის, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას, პრეზიდენტს და იგივე სახელმწიფო მდივანს, ხო, საგარეო საქმეებზე ვინც მუშაობს, თავიანთი ნებასრულიდან გამომდინარე ნებაყოფლობით შეეძლოთ ან გაეკეთებინათ რამე საქართველოსთან დაკავშირებით ან არ გაეკეთებინათ. ეს იყო, ასე ვთქვათ, მათი კეთილნებაზე დამოკიდებული აქამდე. თუ მეგობარი აქტი იქნება მიღებული, ეს არის უკვე სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების კანონი, რაც იქნება იმის წინაპირობა, რომ აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტს მოიკლიოს კონკრეტული საკითხები და ის ადამიანებით ჩასვა სანქციების სიაში, აქ მათ შორის მაგნიტსკის აქტიც არის მითითებული, რომლებიც კონკრეტულად ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში, დემოკრატიის უკუწყებაში და საქართველოსთვის, ესე იგი, უსაფრთხოების პრობლემების გაჩენაში, ხო? ამ აქტის მიღების შემდეგ ისე აღარ იქნება, თქო, მარკო რუბიოს, ნებისმიერ სხვას, ვინც არ უნდა იყოს, თქვათ, თავიანთ ნებაზე მოუნდეს ან არ მოუნდეს სანქცირება კონკრეტული ადამიანების. ამ მეგობარი აქტი დაავალდებულებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტსაც პირდაპირ ვთქვათ, რომ პრეზიდენტი არ შეუძლია გადაუხიოს ამერიკის შეერთებული შტატების კანონს, ხო? მიყვეს მიღებულ კანონს და აღასრულოს ეს კანონი მოთხოვნების შესაბამისად, ხო, რომ მოთხოვნების ჩაწერილია, რომ 60 დღის განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტმა წარმოადგინოს კვლევა ამის შესახებ, თუ ვინ არღვევს ამ უფლებებს, რაც უყურებთ შემდგომში იქ ჩამოთვლილი სანქციები. აი ამაზეა საუბარი. მე კითხეთ ქართული კოშმარის არაღიარების აქტზე, თქვენ საუბრობდით მეგობარ აქტზე, როგორც მივხვდი. დიახ. აი ეს არაღიარების აქტი რა მოცემულობას ქმნის, რა პერსპექტივა აქვს მის მიღებას? კი ბატონო, ამას დაკავშირებით გავს ახლოს არის ერთმანეთთან და არაღიარება უკვე ეხება იმ მომენტს, რომ აღნიშნული მოცემულობა, აღნიშნული ფორმით, რაც არის წარმოდგენილი, თქვათ, ქართული ოცნება, იგივე პრეზიდენტის, იგივე ახლანდელი მოცემულობით, მათი საქმიანობა არ იქნას აღიარებული და ეს იქნას ისეთ ჩარჩოში, როგორც მე წეგან ავხსენი, რომ აღმოსავლეთ ხელისუფლებას მისგან გადახვევის შესაძლებლობა.